მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება გავხსნათ სასურველი ფუნქცია კამერაზე ერთ კლიკით, ან ორჯერ კლიკით, ან რამოდენიმე ხნიანი დაჭერით. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ სასურველი ფუნქციები და მოკლედ დავიწყოთ. ნუ აქ ასევე შეგვიძლია დაბლოკვის ხილაგზეს დავაყენოთ, მაგალითად სასურველი აპლიკაციის გახსნა, გავხსნათ პარამეტრები მაგალითად, ავრჩიოთ დამატებითი ფუნქციები, შემდეგ არის გვერდითი ღილაკი და აქ გადავიყვანთ აპლიკაციის გახსნაზე, კამერის სწრაფ ჩართვას და აქ ავრჩიოთ მაგალითად ფანარს. ნუ აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი აპლიკაცია, საფულე და ასე შემდეგ, მოდი ავირჩიოთ ფანარს და დაბლოკვის ხილაკზე ორჯერ კლიკით ჩავთავ ფანარს, ისევ ორჯერ კლიკით გამოვთავ. ნუ ეს ალბათ ბევრმა იცით, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ, რაც შეგვიძლია კამერის გარდა. მაგრამ შეგვიძლია გავხსნათ კამერითაც სასურველი ფუნქციები, გავხსნათ Play Store და ჩავწეროთ Action Notch. აი ეს უნდა გადმოიწეროთ Action Notch, ეს ფუნქცია, ეს აპლიკაცია და მე უკვე გადმოწერილი მაქვს, როგორც კი გავხსნით, აქ არის ესეთი ფუნქცია Fix-it, დავაჭიროთ Fix-it, შემდეგ ვაჭერთ Agree და შემდეგ ვირჩევთ დაინსტალირებული აპლიკაციებს. შემდეგ აქ არის Action Notch-ი, გავხსნათ ის, ჩავრთოთ, ავირჩიოთ დაშვება, აქ დავაჭიროთ დაშვებას და აპლიკაცია უკვე გააქტიურებულია, შეგვიძლია უკვე დავაყენოთ სასურველი ფუნქციები კამერაზე დაჭერით თუ რა გავხსნათ, ჩართული აპლიკაცია. აქ არის ერთხელ დაჭერით რა გავხსნათ, მეორე არის ორჯერ დაჭერით რა გაიხსნას და მესამე არის რამოდენიმე წამიანი დაჭერით რა გაიხსნას. ნუ აქ არის ასევე გვერდით გადასკროლვით რა გაიხსნას კამერაზე, მარჯვნივ მარცხნივ, ნუ ეს არის ფასიანია და მოდი ავირჩიო მაგალითად ერთ კლიკით რა გავაკეთოთ. აქ არის დასკრინვა, ეკრანის ჩამწერის ჩართვა, ფანალის ჩართვა, გათიშვის მენიუს გამოყვანა, ხმის მენიუს გამოყვანა და ასე შემდეგ. მოდი ავირჩიოთ მაგალითად ერთ კლიკით იყოს ესეთი ფანარი, რომელსაც ერთ კლიკით დავაჭერთ და ჩაირთვება, ორჯერ კლიკით იყოს კამერა და რამოდენიმე წამიანი კლიკით იყოს მაგალითად ზემოთ ასვლა. მაგალითად რაღაც მენიუში ვარ, ჩამოვიდით ქვემოთ, ან რაღაც საიტზე ქვემოთ როცა ჩამოვარ, დავაჭერთ რამოდენიმე წამი კამერას და ავა ზემოთ. აი აქ არის scroll to top. აი ესე. კარგი, ახლა დავტესტოთ, მოდი ახლა დავაჭიროთ კამერას ერთხელ. რის შედეგადაც უნდა ჩაირთოს ფანარი, დავაჭიროთ ერთხელ. მოდი გამოვიდეთ აქედან, დავაჭიროთ. ერთხელ დავაჭირეთ, ჩაირთო ფანარი, ისევ ერთხელ დაჭერით გამოვხდეთ. ნუ ახლა ორჯერ თუ დავაჭერთ, ჩვენ ჩავთავთ კამერას, აი როგორც ხსნათ, ჩაირთო კამერა, შემიძლია ჩავთო სელფი და ვინახო უკვე ჩემი თავი. გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ხართ? მოგესალმებით. და ასევე შეგვიძლია რამოდენიმე წამიანი, მაგალითად შევედით Play Store-ში, ჩამოვედით ქვემოთ, დავაჭერეთ რამოდენიმე წამი და ავიდა ზემოთ. ნუ ეს თქვენ სრულვიზია, რომელსაც დააყენებთ, აქ აირჩევთ სასურველს. ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი.